ხოლო ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ხანდახან ერთი შეხედვაც კი საკმარისია. ერთი გაფიქრებაც და ხვდები, რომ აქ ცხოვრება რაღაც ახალმა უნდა დაიწყოს. მხოლოდ მთები და ხედები საკმარისი არაა. სიახლე სჭირდება ათვისება, რაღაც განსაკუთრებული შექმნა, ხო და მერე იდეას იდეა მოყვება. კონცეფცია წყალიბდება, გარემოსთან სრულად თანხმედროში მყოფის სივრცის შექმნაც იწყება და ქმნია ადგილს, რომელიც ხვებს არ გავს. თავისი ისტორია აქვს, საკუთარი თავგადასავალი. რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად გაიფიქრეს, რომ რაღაც ისეთი უნდა გაიკეთებინათ, რაც რაჭის მთებში ჩაკარგულ სოფელში ახალ სიცოცხლეს შექმნიდა. ხო და როგორც ამ რეგიონს შეეფერება, როგორც ხვანჭკარის სამშობლოს ახასიათებს, ყველაფერი ვენახიდან დაიწყო. ქვემოთ გვაქვს ვენახები, როგორც ხედავთ, წელს ველოდებით პირველ მოსავალს სხვათა შორის. და ამის მერე რო ამოვიხედეთ ქვემოდან, ზოგადად ძალიან მოგვეწონა ადგილი, იმიტომ რომ ხედებით აქედან ულამაზესი იშლება ზოგადად და გვინდოდა რომ რაღაც გაგვეკეთებინა, ზუსტად არ ვიცოდით რა, მაგრამ ესე გადავწყვეტეთ, რომ ცოტა არასტანდარტული კოტეჯები გაგვეკეთებინა, პატარა, კომპაქტური, მაგრამ კომფორტული და ლამაზი ხედებით. ადგილი შერჩეული იყო, იდეაც ჩამოყალიბებული, მიზანით დასახული ხო და საქმე შეუდგნენ. ფიქრი რეალობად უნდა ექციათ და აქციას კიდევაც. 9 ეკომეგობრული კომფორტზე ორიენტირებული კოტეჯი, თანაც რაც ყველაზე მთავარია მთების რიონის ვენახების ხედებით, თუმცა მუშაობის პროცესში ახალი იდეებიც გამოჩნდა და სარესტორნო სივრცეც დაამატეს. სტუმრებს თავაზობთ ქართულ ავთენტურ კერძებს, ასევე გარკვეული კერძები გვაქვს მოდერნიზებული ელემენტებით. მაგალითად, პიცასაც თავაზობთ არა ქართულიდან და მესამე სივრცე არის ჩვენი ფუდ კორტი, რომელიც 1 აგვისტოდან გაეშვება და მოიცავს, ასე ვთქვათ, სივრცეს, სადაც იქნება გაერთიანებული საჭმელი, სასმელი, მუსიკა, ბორდ გეიმები და ასე შემდეგ. სანამ ადამიანები შენს საქმიანობას გაიცნობენ, სანამ სიახლე ყველასთან მიაღწევს, ბევრი გამოწვევა იჩენს ხოლმე თავს. დაკიდულ შემთხვევაშიც ასე იყო. გასული წლის ზაფხული სატესტო იყო, ბაზარზე ახლები იყვნენ, თუმცა წელს რეალობა ეტაპობრივად იცვლება. დამსვენებლების რიცხვი იზრდება, რესტორანს სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს. ქართველი თუ უცხოელი ტურისტები, ადგილობრივი რაჭველები. ეს სივრცე ყველასთვისაა. ჯამში ყავდა ივნისის თვის განმავლობაში ალბათ 15 სტუმარი მაქსიმუმ კოტეჯებში. წელს ივნისს რაც შეეხება, თავისთავად ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, დაახლოებით 100-მდე მიაღწია დამსვენებლის რიცხვმა, რაც ძალიან გვიხარია. და ივლისის უკვე ამ ეტაპზე 4ჯერ დიდი არის მოთხოვნა შარშანდელ წელთან შედარებით. 70% ფაქტობრივად დატვირთულია ივლისის და აგვისტოსი ასევე. თავარ ნიშას და ხას უწყვეტად მიყვებიან, ქმნიან სივრცეს, რომელიც ადამიანებისთვის განტვირთვის, დროის სასიამოვნოდ გატარების, საუბრის, ახალი ისტორიების შეგროვების და რაც მთავარია, სიმშვიდის ადგილი იქნება. ხალხს, ვისაც აქ ყოფნა სიამოვნებს, პირველ რიგში ეგზებენ, ასე ვთქვათ, სიმშვიდეს, ჰარმონიას, იმიტომ რომ ამის შეთავაზება ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სივრციდან გამომდინარე. ეს არ არის გარკვეული ადგილი, სადაც მოხვალ რაღაც გაერთობი, ხმაური იქნება, მუსიკა, ეს ცოტა სხვა სიტუაცია აქვს ჩვენ. ყოველდღიურად ზრუნავენ, რომ დაკიდულაში მისულ ყველა სტუმარს ჰქონდეს განცდა, რომ სახლშია. ყველა ადგილობრივმაც თუ არაადგილობრივმაც საკუთარ თავზე რაჭული სტუმარმა სპინძლობის საუკეთესო ვარიანტი გამოსცადოს და შემდეგ ამ სერვისით, განწყობით და თავგადასავლით აქ დაბრუნება სულ მოუნდეთ. ძალიან ოჯახური გარემო გვაქვს აქ დაკიდულაში. მთელი ჩემი ოჯახით ჩართულები ვართ და ვცდილობ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ, ასე ვთქვათ, ზოგადად დაკიდულას განვითარებაში და დაკიდულიდან გამომდინარე რეგიონის განვითარებაში. მიზნები, გეგმები, საომალო განვითარების გზა ბევრ ამბავს აერთიანებს. აქ გაჩერებას არ აპირებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერს, რაც ამ რეგიონს აკლია, რაც სჭირდება, ეტაპობრივად თავიანთ სივრცეში გაერთიანებენ და შექმნიან ადგილს, სადაც მისულ სტუმარს მრავალფეროვანი ამბების დაგროვება შეეძლება. ხოლო ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma.